მეუღლეთა თანასაკუთრება. რა არის თანასაკუთრება და რა არის პირადი საკუთრება ქორწინებაში? მეუღლეთა თანასაკუთრება არის ყველა ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლებიც მეუღლეებმა რეგისტრირებული ქორწინების დროს ერთობლივად ან ცალ-ცალკე შეიძინეს. რეგისტრირებული ქორწინება ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ერთად ცხოვრობდით, მაგრამ ხელი არ გქონდა მოწერილი, ან ჯვარი გქონდა დაწერილი, ამ მიზნებისთვის არ გამოგვადგება. მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს თანასაკუთრებას. უნდა იყოს ქორწინება ერთი მხრივ რეგისტრირებული და მეორე მხრივ აუცილებელია, რომ ამა თუ იმ ქონებრივი სიკეთის შეძენა მოხდეს აი ამ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. ქონებრივი სიკეთის მიღებისას მხოლოდ ის ქონებრივი სიკეთე არ იქნება მეუღლეთა თანასაკუთრება, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცა მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ასევე მეუღლეთა თანასაკუთრება არ იქნება ის ქონება, რომელსაც მეუღლე იყენებს თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ნებისმიერი ქონება ქორწინების განმავლობაში შეძენილი. მიუხედავად იმისა, რომელი მეუღლე მუშაობდა, რომელ მეუღლეს ჰქონდა შემოსავალი, რომელი არ მუშაობდა და არ ჰქონდა თავისი შემოსავალი, არც ერთ ამ გარემოებას არ აქვს მნიშვნელობა. ისე საინტერესოა, როდესაც მაგალითად ქორწინების დროს ერთ-ერთი მეუღლე რაღაცას შეიძენს, წამოიწყებს ბიზნესს, განქორწინების შემდეგ მეორე მეუღლეს როგორც წესი აქვს ხოლმე პრეტენზია იმ ქონების ნახევარ პროცენტზე, ესე იგი თავის წილზე. მაგრამ რა ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი ერთობლივი ცხოვრების ასაუმჯობესებლად აიღებს სესხს, სესხის შუა გზაზე მეუღლეები ერთმანეთს გაშორდებიან, თუმცა სესხი არის ერთ-ერთი მეუღლის სახელზე. თქვენი აზრით რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში და ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში?